დღეს პარასკევია და ვცდილობთ ხოლმე რომ დღევანდელი დღის ტრადიცია არ დავარღვიოთ და როგორც წესი ჩვენს გადაცემაში პარასკევს ვსაუბრობთ ხოლმე მუსიკაზე. დღეს ვისაუბრებთ ერთ ძალიან საინტერესო პროექტზე, ჰიპ-ჰოპ პროექტზე, შეიძლება რომ ესეც ითქვას, რომელიც რამდენიმე თვის წინ, უბრალოდ კი რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა YouTube-ში და ვფიქრობ რომ ძალიან წარმატებულათაც მიდის წინ, სწორედ აი ამ პროექტის შესახებ ვისაუბრებთ დღეს სტუმრებთან და დღეს ჩვენი სტუმრები არიან ლუკა ზარქვა და მიშიკო გოგავა. მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან სტუმრად. მიშიკოს შემოქმედებას ასე თუ ისე ჩვენ მსმენელი იცნობს, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენთანაც იყო სტუმრად და ვისაუბრეთ ქართულ რეპზე. გითხარით ამ პროექტის შესახებ იდეა ვისია და რას ისახავს მიზნად ლუკა შენ გარდა მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში იმისთვის რომ დაგგვაპატიჟეთ დილო მშვიდობისა. ეს პროექტი ისახავს მიზნად იმას, რომ პირველ რიგში კულტურა განვითარდეს ჰიპ-ჰოპის, რადგან საქართველოში ძალიან მცირე დოზით არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ იგივე ხდება, გონიათ რომ რადგანაც ქართულია არ ერგება ეს ყველაფერი ამ ჰიპ-ჰოპს. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ აი ბიჭები რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. ეს მონაწილეები ის 16 ადამიანი რომელიც ამ პროექტში იღებს მონაწილეობას ძალიან გვეხმარება ყველა ორგანიზატორს იმაში რომ ეს ყველაფერი დავამტკიცოთ. რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს ამ ქალაქში, ქვეყანაში და რა მე მგონი გამოგვდეს, იმიტომ რომ აგერ ენემის და დათუმეზის ბეტლმა დააგროვა უკვე 50000 ნახვაზე მეტი და მე მგონი ეს პირველი წარმატებაა, კი და უფრო მეტი იქნება, დარწმუნებულები ვართ ყველა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ახალი ცოტა მიუღებლად მიგვაჩნია, იმიტომ რომ ახალია და ჯერ სანამ სხვა არ ნახავს, მეორეც არ დააჭერს, ასე რომ მე მგონი ცოტა ხანში უფრო და უფრო მეტი ნახვა ექნება. საერთო აზრი რომ შეიქმნება მერე. მსმენელისთვის რო გასაგები რომ იყოს ვეტყვის სფეროს საუბარია ეს რაღაცაზე, რომ ორი რეპერი ხდება ერთმანეთს პირისპირ და ცდილობენ რომ რაღაცა ფსიქოლოგიური წრეხის ქვეშ მოაქციონ, ხო? ერთმანეთს. ხო, იდეა არის ერთმანეთის მინუსებს გაუსვან ხალხი და ხო, იდეა არის შემოქმედებით თობაზე, ანუ მის შემოქმედებაზე, მოწინააღმდეგემ უთხრას ისეთი რამ შეურაცხყოფა იყოს თუ არა, აქ მნიშვნელობა შეიძლება უკეთესი პერფორმანსი მოიფიქროს. თორია კრეატიულად იყოს ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული, რომ რაღაც ეფექტი გქონდეს მსმენელისთვის. გითხარი მიშკო, აი რამდენად რთულია ან პირიქით მარტივი იყო შენთვის მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღება? სუსუ თავიდან დაახლოებით მახსოვს ზამთარში დამირეკა ერთ-ერთი მონაწილე ხა იანგ მაიკი და მითხრა რომ ესე იგი კოას ანუ ლუკას აქვსო ის რაღაც პროექტის იდეაო და თუ გინდა რომ მონაწილეობა მიიღო, იმიტომ რომ ან ბეთლის ხასიათის მატარებელი იქნებაო და მახსოვს რომ მობილურში ამიკან კალდა ხელი მეთქი სუკი ვიყავი ამისთვის მზად ვიცოდი რომ ადერ თუ გვიან მაინც მომიწევდა, მაგრამ იმდენად ფსიქოლოგიურად ძნელი რაღაც არის ეს რომ მუსიკის გადასალახი არის გარეშე ხდება თან ეს ხო მუსიკის გარეშე ანუ ჩვეულებრივი აკაპელა არის და ანუ ფსიქოლოგიური მომენტი რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ რა კარგად მომზადებულიც არ უნდა იყო, იქ ისეთი გარემო ხდება რომ ანუ რაღაც უცხო გარემოში ხვდების. აი, ყველა ნაცნობი არის, მაგრამ უცების უცხო გარემოში გრძნობ თავს, რომ რავი, შეიძლება ყველაფერი და გავიწყდეს. მაგრამ აი მობილიზაციაზე და მომზადებაზეა ყველაფერი დამოკიდებული და აუცილებლად უნდა კონდეს ისეთი ტექსტი, რომელიც ხალხს მუღამში მოიყვანს და ეს მე შენ თვითონაც გეხმარება, რომ არ დაგავიწყდეს და პირიქით იქ დარჩე და გონებით სხვაგან არ წახვიდე. ანუ ცენზურაზეც რომ ვისაუბროთ ჩვენ ეთერს გარეთ ხონდა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ რთულია რაღაცნაირად სწორად ისაკ ხო, იმიტომ რომ არც იქით უნდა გადახვიდე, არც იქით უნდა რაღაცა ისეთი შუალედი უნდა გქონდეს ამ შემთხვევაში თუ როგორ ხდება. რაც თავარია, ზღვარს თვითონ მონაწილეები აკონტროლებენ, იმიტომ რომ სანამ ბეტლი იქნება, უკვე როცა იციან ვინ ვის ხვდება, წინასწარ ათანხმებენ ერთმანეთში, რაზე არ ხუმრობენ. მაგრამ ეს შეთანხმება თუ არ მოხდა, ბეტლის პროცესშიც პრობლემა არ უნდა იყოს და პრეტენზია არ უნდა ჩნდებოდეს, რადგან შენ თუ არ წერ ადამიანს, რაზე არ გინდა რომ იხუმრონ, რაზე არ გინდა რომ ილაპარაკონ და ის მე ამ ყველაფერზე გესაუბრება, ეს წინასწარ უნდა გაითვალა, ეს იციან ჩვენმა მონაწილეებმა. ცენზურა რაც არის ბეტლზე, იქ რო სიტყვაობა მიდის, ეს ყველაფერი არის ფორმატი, ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ მთელი იდეის მატარებელია ის, რომ ეს შეურაცხყოფა მიაყენო ისეთ დონეზე, რომ ეს დასაბუთებული იყოს. ანუ შეიძლება მიხვიდე რაღაცაები უთხრა უბრალოდ ადამიანს, რანდომ ადამიანი გააჩერო და რაღაც სისულელეები უთხრა, მაგრამ არ იქნება დასაბუთებული. ჩვენ ბეტლის იდეა ისაა, რომ ეს შეურაცხყოფა
შეიძლება ბილდსიტყვაობა არ იყოს, მაგრამ სხვა რაღაცაშიც გამოიხატებოდეს. ასე რომ მონაწილეებზე აქ თავიდან ბოლომდე დამოკიდებული, ვინ ვის რას ეტყვის. აქ ჩვენ ორგანიზატორებმა ვცადეთ, რომ სრული თავისუფლება მიგვეცა, იმიტომ რომ მაინც პირველი იყო და ჩარჩოებში რატომღაც არ ჩავსვით და კარგით ვქენით, რომ ამრჩავსით, იმიტომ რომ გააფუჭებდა ჩარჩოება, უფრო მეტ უმკითხავ. გამოხმაურება როგორი არის თვითონ მსმენელებს შორის, რას წერენ, რას ამბობენ, მოწონთ თუ არ მოწონთ ან მოწონება ჩანს ვიდეოებზე, რასაც ვდებთ, აი როგორც წინაზე აღვნიშნე, NM-ის ბეტლს ძალიან დიდი ნახვა აქვს. ნუ კრიტიკა ყველგან არის. ანუ ეგ კარგიცაა, ზუსტად მაგაზე აისახება, რამდენად აქტიური არის მსმენელი, მაგალითად დისლაიქები და ლაიქები, ანუ იმაზე მიუთითებს, რომ გიყურებს ხალხი და კომენტარების რაოდენობაზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია და ანუ აქედან გამომდინარე წარმატებულობაზე უკვე შეიძლება ისაუბრო, იმიტომ რომ თითქმის ერთი თვე იდება, ანუ საერთო ჯამში შევხედოთ ეგრე ბეტლები და ანუ 47 წუთიან ვიდეოს რო ამდენი ნახვა აქვს, უკვე პროგრესი არის თან ამხელა და ეგ რო იყოს ახლა 3 წუთიანი სიმღერა, ნუ ხო ძალკე სხვა თემაა და თან მუსიკის გარეშე უსმენ ამ ყველაფერს, ზიხარ 47 წუთი ესე, ანუ რამდენად ჩართული არის ხალხი, ახლა თვითონ ხვდები თან გაზიარებები, ამბები და აქედან გამომდინარე, რავი, კითხვა დამავიწყდა ამასობაში. ხო, იცი კიდევ რა მაინტერესებს, რამდენად რთული ან მარტივი იყო ამ 16 რეპერის დათანხმება, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა, მაინც ვფიქრობ, რომ ახალი ხილი არის ჩვენთვის, ხო, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ მსგავსი გამოცდება რაღაც ხრი გქონდა, ხო, ამ რაღაცა ჰიპ-ჰოპ ბატლების, მაგრამ ესეთი მასშტაბური არა. რთული იყო ზოგადად 16 რეპერის მოცემნა ჰიპ-ჰოპ არტისტის, ესე ვთქვა. ჩვენ ეთერს გარეთაც ვისაუბრეთ, მაგას სანამ ეთერი დაიწყებოდა, იცი რა, თავიდან პრობლემა არ შეიქმნა. როცა აირჩა 16 მონაწილე, სანამ დიდი დრო გადარჩენთ. ხო და სანამ დავიწყებდით უკვე ამ ყველაფრის ორგანიზებას, ბარის წესრიგში მოყვანას, წესრიგში მოყვანას, ანუ გადატანას და უკვე დაგეგმვას ყველაფრის ოპერატორების მოყვანას, გადაღებას უცებ ძალიან ბევრმა უარი განაცხადა, იმიტომ რომ მესმის ახალია ბევრისთვის მიუღებელი მომენტი იყო ის, რომ მუსიკაზე, ანუ ბიტზე, ინსტრუმენტალზე არ იყო ბეტლი და თავისი თავი ალბათ ვერ ნახეს ფორმატში, მარტო აკაპელაზე. ზოგს სხვადასხვა პრობლემები ჰქონდა, ზოგი ალბომზე მუშაობს, ზოგი სხვა რაღაცაზე მუშაობს, ანუ ჰიპ-ჰოპით აქ ესე ვთქვათ ოჯახს ვერ შეინახავ, ასე რომ სხვა ბევრი საქმე აქვს რა, ბევრ არტისტს, ამიტომ ბევრმა უარი თქვა, მაგრამ გამონახეთ ის 16 ადამიანი, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა და NM ერთ-ერთი პირველი იყო, როგორც Young Mike აღნიშნა NM-იმაც და წარმატებითაც მიდის კი ყველაფერი. რაღაცებს არ დავასახელებთ, დღეს საღამოს დაიდება უკვე მეოთხედ ფინალების ბეტლები, ასე რომ უყურეთ მეოთხედ ფინალებს, გადავიღეთ ყველაფერი, ძალიან კარგად ვიცით ყველა ვინ გადავიდა ნახევარფინალებში, მაგრამ ამ ყველაფერს არ ვიტყვით. ჯობია უყუროთ და თქვენი აზრი იქ დააფიქსიროთ. იცი რა მაინტერესებს, ზოგადად ჰიპ-ჰოპზეც რომ ვისაუბროთ, 90-იანი წლების ქართული ჰიპ-ჰოპი ასე თუ ისე ვიცით, იმიტომ რომ ჩვენთვის მაინც გასაგები იყო რაღაცა თამაში ინტერნეტიც არ გქონდა და ადგილი რა იყო. დღეს რაზე ღერიან თუ რეპავენ ჰიპ-ჰოპ არტისტები, ანუ მაინც იმიტომ რომ ასე მგონია რომ ამ რეპის თავარი პროტესტი ჩანს დღევანდელ ქართულ ჰიპ-ჰოპში. ჩემი პოზიცია არის ესეთი მარტივი, არ ვიცი NM დამეთანხმება თუ არა. მაგრამ ჩემი პოზიცია ჰიპ-ჰოპში არის ესეთი, რომ როდესაც მუშაობ ტრეკზე, მუსიკაზე, მან იმაზე პრობლემაზე ლაპარაკზე მეტი უნდა იყოს ამ პრობლემის გადაწყვეტილებაზე ლაპარაკი. ჩემი აზრით და რავი NM უეჭველებიც რომ დამეთანხმება დღეს საქართველოში როგორც 90-იანებში 90% არტისტი დღეს ვინც არის ლაპარაკობს მხოლოდ პრობლემებზე. ანუ ისეთ პრობლემებზე, რომელი პრობლემებიც იცის ყველა ადამიანმა. აქ მცხოვრმა, რომ 15 წლის ბავშვები, რა ვიცი, აფთიაქებთან დგანან, იქ ვიღაცები რაღაცებს აყაჩაღებენ, ანუ ეს ყველამ ვიცით. მე როგორც მსმენელს იმ პოზიციით როცა უყურებ, ჭირდება გამოსავლის თქმა რა, ანუ რას მეხმარები იმით, რომ პრობლემას მელაპარაკები. მირჩევნია მითხრა გადაწყვეტილება, როგორ უნდა მოვიშოროთ ეს თავიდან. ეს აკლია დღევანდელ არტისტებს, ძალიან ცუდად გამომდის. და აღნიშნოთ, რომ რეპერი მაგას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გეტყვის, თუნდაც თუფაკი იყო. ხო რა, რაღაცა ისეთია. ცოტა რთული საქმეა, მაგრამ თუ გინდა ხარისხი დადო და თუ გინდა კარგი იყოს, მაშინ უნდა მოინდომო და მართლაც დიდი დრო დაახარჯო ამ ყველაფერს რა. იცი რა, ყველაზე კარგი ან მუსიკასაც ახასიათებს, რომ როდესაც მუსიკას წერ, ანუ ამ პრობლემაზე შეიძლება
იფიქრო, მაგრამ აი ზუსტად გადაწყვეტაზე როცა ფიქრობ, ანუ მუსიკას იმიტომ უსმენს ადამიანი, რომ რაღაც სტრესის ქვეშაა და მუსიკას უსმენს, რომ განიტვირთოს და ასე რომ შეიძლება ეცადო რომ ამ ადამიანს ესეთი მუსიკა მისცე, რომელიც ანუ ამ პრობლემას დაავიწყებს და სხვაგან წაიყვანს. ამიტომ აქვს სიმღერები ხან ტატუზე მაქვს, ხან ფეხბურთზე მაქვს, ხან ჩემს სამსახურზე და ჩემს უფროსზე მაქვს პირადად, რომ ადამიანმა იფიქროს, რომ ანუ კიდე სხვასაც აქვს პრობლემა და ანუ ან სხვა რაღაცას ფეხბურთზე იფიქროს მართლაც, ხო? ხო და ანუ ეგაა ჩემი აზრით, რომ თუ პრობლემაზე ფიქრობ, ანუ გადაწყვეტა ისაა, რომ ადამიანს მიცე ამ პრობლემიდან გაქცევის საშუალება ცოტა ხნით მაინც და როდესაც სხვა რაღაცას დაინახავს, სხვა სფეროს, შეიძლება მე თვითონაც იპოვოს ეს გამოსავალი. ნუ თუ არა და ეხლა ბევრ სხვა აზრი აქვს და ანუ ამ პრობლემაზე კირკიტი შეიძლება ბევრს მიაჩნია გამოსავალად, ნუ ეს ყველას პირადი აზრია, მაგრამ რავი, ჩემი აზრით ესეთია და ამ ხრივ უკვე გამოვდივართ იმ ჩარჩოებიდან, რომ მანდა მაინც ანუ პოლიციაზე, ხელისუფლებაზე და რაღაც ეგეთ რაღაცებზე რომ საუბრობენ. ნელ-ნელა უკვე იწყება სხვა თემებზეც საუბარი და ზუსტად ესაა მრავალფეროვნება, რომ ავითარებს სფეროს. რაც უფრო მრავალფეროვანი მუსიკები იქნება, მით უფრო მრავალფეროვანი საზოგადოება მოусმენს ამას და ანუ ეგაა პლუსი ყველაფრის. всё. კონკურენციაც მაღალია ამ დროს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, ყველას უნდა რომ ერთმანეთზე უკეთესი რამე გააკეთონ. ანუ პირველ რიგში როცა აკეთებ მუსიკას, ფიქრობ პირველ რიგში იმაზე, რომ იმაზე უკეთესი გააკეთო, რაც გაგიკეთებია და მე ფიქრობ იმაზე, რომ იმაზე უკეთესი გააკეთო, ვინც მოგეწონა სიტყვაზე გუშინ ან გუშინ წინ. ეგაა მთავარი, რომ კონკურენცია იზრდება მხოლოდ და მხოლოდ ხარისხის ჩვენების შემდეგ. შენ თუ გააკეთებ რაღაცა ძალიან ცუდ მუსიკას და მე მაგაზე ოდნავ უკეთეს, ეს ხარისხს არაფერს არ ვატევს, იმიტომ რომ ამით დავამტკიცე, რომ მე შენზე ოდნავ უკეთესი ვარ და მეტი არაფერი. ეგაა პრობლემა, რომ ყველას უნდა ერთმანეთზე უკეთესი იყოს, მაგრამ ჩემი აზრით თავარია შენ თავზე უკეთესი იყო და ყოველთვის გააკეთო იმაზე. ხო, და ეგაა ზუსტად ბეტლის იდეაც რა, რომ ყველა ბეტლში თავს დაუმტკიცო, რომ იმაზე უკეთ შეგეძლია გამოხვიდე და იმაზე უკეთ წარდგე, ვიდრე წინა ბეტლებში რა. ეგაა მთავარი იდეა და ძალიან მაგარი. ცოტად რო გრჩება ძალიან და ბოლოს რო გითხრა როგორც ვიცი დღეს უნდა დაიდოს უკვე მეოთხედ ფინალები თუ მერვედ ფინალი. დღეს დაიდება, მოდი ახლა მაშინ ძალიან სწრაფად ვიტყვი. ჯერ ჩამოთვლი ყველა ადამიანს ვინც გვერდში გვიდგას, ეს არის პარი მეობა, ძალიან დიდი მადლობა ამ ბარს. ესაა მაღაზია Nick and Dave, ესაა თბილისი ბიცი. ამ პროექტს თავიდან ბოლომდე გვერდში უდგას ყველა Flow-Flow რო გადაწყვიტა, Flow-Flow არის ტატო რუსიასი, გიო რუსია და ნიკა ქუთელიას პროექტი, ეს არის ინტერნეტ ინტერნეტ ჟურნალია, ასე ვთქვათ, სადაც არის ყველაფერი ურბანიაზე, ანუ ჰიპ-ჰოპზე და სხვა, ასევე ბევრ კარგ და საინტერესო რამეზე. ეს ყველაფერი ერთად როცა შევხვდით და ერთად როცა მოხვდით, გადავწყვიტეთ, რომ ერთად უნდა გაგვეკეთებინა და ამ ყველაფერს, რავი, ჩემი აზრით, წარმატებულად ვაკეთებთ. და ამის გარდა დღეს დაიდება პირველი მეოთხედფინალის პირველი ვიდეო ლინო vs MC ქურუმი და ყოველ პარასკევს დაიდება შემდეგი ბეტლები. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა რომ გისურვებთ და მიხარია რომ რაღაცა ესეთი მსგავსი მადლობა რომ მოგვიწევთ კიდევ ერთხელ. ხდება ჩვენთან. მოკლედ 9 საათი და 33 წუთია თბილისის დროით ლაპარაკობს რადიო თავისუფლება. საუბრობდით PF ბათლის შესახებ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა YouTube-ში და ძალიან წარმატებულადაც გრძელდება. როგორც უკვე გითხრეს ჩვენმა სტუმრებმა, მეოთხედფინალის პირველი ვიდეო დღეს საღამოს დაიდება YouTube-ში და შეგიძლიათ ნახოთ.